ვეფხისტყაოსანი საგამოფენო სივრცეში 14 მხატვრის 132 ნამუშევრის ექსპოზიცია რამდენიმე დღეში ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება. გამოფენის დასრულების შემდეგ კი ყველა ნახატი მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა. ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტ გამოცემას ახალი პოემა შეემატა. მისი თანამედროვე გადამწერები მხატვრები არიან. არა, თავიდან რა გადაიკითხავდა, მაგრამ ის ნაწილები გადავიკითხე, ხო? მე ვეფხისტყაოსანი ვერ გადავიკითხე, მაგრამ შინაარსი რა თქმა უნდა. ჯერ წასაკითხად და ბოლოს დასავიწყებლად რთული წიგნის თემაზე სინთეზური ხელოვნების პროექტის შესაქმნელად 14 ავტორი შეკრიბეს და უთხრეს, რომ მათ შეეძლოთ დაეხატათ ნებისმიერი სიუჟეტი, ნებისმიერი ტექნიკით, ოღონდ ერთი პირობით, არ ყოფილიყო ილუსტრაცია. საუკეთესო წიგნი ფანტაზიის გასახსნელად, ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინო. შოთა რუსტელი იმიტომ არის ძალიან მისტიკა და მისტიური და ძალიან ღრმა და იმიტომ რომ კონკრეტული არ არის. სტერეოტიპები ირღვევა, რომელიც თქვა, ახლა ჩვენ ვეფხისტყაოსანს ვიცნობთ გარკვეული ისტორიები. რა თქმა უნდა, შესანიშნავი მხატვრები აფორმებდნენ ამას, მაგრამ ეს არის გარკვეული მაინც სტანდარტი. აქ არის აბსოლუტურად დარღვეული ეს და რაღაც გეძლება საშუალება სხვა კუთხით აჩვენო ის შენი აზრები. ვეფხისტყაოსანი რამდენიმე მხატვრის საერთო წიგნში გეოგრაფიულ თავებად დაიყო. ყველა არტისტ თვითონ ხარე შეხვდა. არაბეთი, ინდოეთი, ავთანდილისა და ტარიელის გზები. ავტორებმა კი რუსთაველის გეოგრაფია რუკებამდეც დააკონკრეტეს და აბსტრაქტული მონასმებითაც განაზოგადეს. სარკეზე ამოტვიფრეს, ზეთით ბრინჯის ქაღალდზე ხატეს და მინა გრავიურებით დაბურეს. ყველაზე ადრეული მოგონებები, საზეპიროების სიმბოლოები, ეგრეთ წოდებული შპარგალკები ბევრი წლის შემდეგ ფერწერად აქციეს. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია იმ მხრივ, რომ რაც გინდა დახატე, რაც გინდა ჩაყარე, ყველაფერს იტევს. ადამიანი როცა სარკეში იხედება და როგორც აიქავს თავის თავს, ისეთი სტერეოტიპული ხედვა, რომ ის არის და ვეფხისტყაოსანშიც როგორ აიქვა, როგორც აი სარკე ისეთი ის არის რა. საქართველოში მხატვრის წიგნის ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ძმების დანებიჩების ავანგარდული წიგნების სახით. ვეფხისტყაოსნის მხატვრული პროექტი იწყებს მოძრაობას ლიტერატურული ძეგლის ხელშეუხებლობის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ტექსტია. მიზანით ესე იყო პროექტის, რომ ახალი კუთხითაც, ასეთი კუთხითაც დაენახათ ვეფხისტყაოსანი და აი სულ აწყოშია დასათაურებული ნამუშევრები. შეიძლება ვიღაცასაც არ მოეწოს, მაგრამ ეცოდინე რომ ასეთ შეიძლება დაინახო და ასეთ შეიძლება წაიკითხო ვეფხისტყაოსანი. სიახლებურად დანახვა არის ისლამის ტაბუირებული და ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს არის წაკითხulis და აი ამ თანამედროვე მსოფლმხედველობის და თანამედროვე აზროვნების წესის ადამიანების პრიზმაში, ასე ვთქვათ, გადახარშული. მხატვრის წიგნი ვეფხისტყაოსანი 26 იანვარს ეროვნულ მუზეუმში პირველად გადაიშლება. გამოფენის დასრულების შემდეგ 132-ვე ნახატი მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა.